მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო. ეხლა მე ვარ გდანის დიდ ტბაზე, სადაც ალბათ იცით, რომ თითქმის შეივსო სრულად გდანის ტბა და დაუბრუნდა პირველად სახეს. მოგეხსენებათ, ძალიან ცუდ მდგომარეობა ჰქონდა ამ ტბას, დაახლოებით 1 წლის წინ, 2 წლის წინ მაქსიმუმ. თითქმის დაშრობის პირას იყო მისული, შესაბამისად საინიციატივო ჯგუფი ჩამოყალიბდა, რომელმაც უზრუნველყო ძალიან ბევრი შეხვედრები ჩაატარეს და შეძლეს, რომ მთავრობასთან შეთანხმებით და ტბის ადმინისტრაციასთან შეთანხმებით შემოეშვათ წყალი და შესაბამისად შეევსოთ. ახლა არის ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი, რომ ამ ტბას სჭირდება გაცოცხლება, რაც იმას ნიშნავს, რომ თევზი არის გასაშვები. საინიციატივო ჯგუფი ძალიან მალე გამოუქვეყნებს დასკვნას, იხტიოლოგების დასკვნას ოფიციალურს, რომელი თევზების გაშვება შეგვიძლია ამ ტბაში. შესაბამისად, შემდეგი ეტაპი იქნება მოპოვება ლიცენზიის, ანუ ნებართვის, რომ გაუშვან ამ ტბაში ახალი თევზი, ლიფსიტები, არ ვიცი რა ზომები იქნება, ყოველ შემთხვევაში ეს საქმე გვაქვს აუცილებლად გასაკეთებელი. შესაბამისად, მეც ჩემი YouTube არხის სახელით და ჩემი გამომწერების სახელით მინდა რომ პატარა წვლილი შევიტანო ამ ძალიან კარგ საქმეში და გთხოვოთ, რომ დავეხმაროთ საინიციატივო ჯგუფს. ვიდეოს ქვევით აღწერაში დავტოვებ მე ანგარიშის ნომრებს. ეს იქნება ჩემი პირადი ანგარიშის ნომერი, როგორც TBC, ასევე საქართველო და ვისაც სურვილი გექნებათ, რომ დაგვეხმაროთ და დავეხმაროთ საერთო ჯამში აი ამ ტბას, რომელიც დამერწმუნეთ ძალიან მაგრად გალამაზდება, გაცოცხლდება, ბევრი თევზი ყოლება და ისევ და ისევ შევძლებთ, რომ ამოვიდეთ ტივტივით, ფიდერით, ალბათ რეკომენდირებული სპინინგი ნაკლებად იქნება და მტაცებელი თევზი ამ ტბაში. უფრო მეტად, როგორც წავიკითხე და ჩემი აზრითაც, ჩემი ძალიან დიდი გამოცდილებით, თეთრიამური იქნება პირველ ეტაპზე ძალიან კარგი. მეორე ეტაპი, ჩემი აზრით, იქნება კობრი ძალიან კარგი და კარჩხანა ალბათ ცოტა იქნება დარჩენილი, რომელიც თავის მიხედავს და ისედაც გამრავლდება. ეს ორი სახეობა ჩემი აზრით ყველაზე კარგი იქნება და სქელშუბლა ასევე, ტასტალობის რო ეძახით. ამიტომ მოგიწოდებთ, რომ დაგვიდგეთ გვერდში, წარმატებებს გისურვებ და შევხვდებით თევზაობის ვიდეოებში. აბა დროებით. მადლობა წინასწარ ყველას და მე აუცილებლად გამოვქვეყნებ მოკლედ სტატიას. ყველას მადლობას გადაგიხდით და იმედი მაქვს, რომ ძალიან ბევრი აქტიურებს. აბა შეხვედრამდე.